რატომ არის ისრაელის სადაზვერო სამსახური მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და რატომ აღემატება ისეთ წამყვან სადაზვერო სამსახურებს, როგორებიც არის ცენტრალური სადაზვერო სამსახური, FSB, MiG-6, ჩინური სპეცსამსახურები თუ მრავალი სხვა, რომლებიც იჩემებენ, რომ არიან ნომერ პირველი მსოფლიოში. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით და ყველა ამ ინფორმაციასთან შედარებული ანალიზით, მე რა დასკვნებიც გამოვიტანე, ისრაელის დაზვერვა არათუ ჯობნის მათ, არამედ ისეთ სასწაულებს ახდენს, რისი წარმოდგენაც მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში ან რომლე ბლოკბასტერებში შეგვიძლია. მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, თუ რატომ არის ისრაელის დაზვერვა ასეთი ძლიერი მსოფლიოში, საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, მოსადზე, რომელიც ოფიციალური დეფინიცია არის Israel's most effective high intelligence secret service, ანუ ისრაელის ყველაზე ეფექტური, მაღალ ინტელექტუალი სადაზვერო სამსახური. და როგორ მოახერხა მოსადმა დაახლოებით 60 წელიწადში მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზულ ძალად ჩამოყალიბებულიყო. ასე რომ დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ამ საიდუმლოებებზე ვისაუბრებთ, იმ ოპერაციებზე, რითიც ჩვენ თავი მოსადმა დაგვამახსოვრა და ასევე რა საიდუმლო ტექნიკას იყენებს იმისათვის, რომ მოსადი იყოს მსოფლიოში ნომერ პირველი სადაზვერო სამსახური. ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასევე შეგიძლიათ Instagram-ზე გავამყოთ, რომლის ლინკი აღწერაშია მითითებული. ასევე შეგიძლიათ დონაცია გაკეთოთ და არხის განვითარებაში დაეხმაროთ და მოდი ერთად ჩავუჯდეთ ახლა ისრაელის სპეცსამსახურებს და რატომ არიან ისინი ასეთი ძლიერები მსოფლიოში. ზოგადად ისრაელის დაზვერვა სათავეს იღებს არა 1959 წლიდან, როგორც ეს ისტორიული ოფიციალური ცნობები ჩვენ ვიცით, რომ ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პარალელურად ბენ-გურიონმა დაარსა მოსადის სამსახური. მეგობრებო, ეს უფრო ღრმად მიდის წარსულში, დაახლოებით 3000-4000 წლის წინათ, ჯერ კიდევ ბიბლიაში ებრაელები საკუთარი სადაზვერო ჯაშუშური ქსელებით თავს გვამახსოვრებენ და ისეთ სპეცოპერაციებს ატარებენ, რომლის წარმოდგენა, ხო გეუბნებით, წარმოსადგენია მხოლოდ ჰოლივუდში ან რომელიმე science fiction-ში. მეგობრებო, ბიბლიურად ისრაელის დაზვერვა იღებს სათავეს ჯერ კიდევ მოსეს დროიდან. ერთ-ერთი ცნობილი ასეთი შემთხვევა, როდესაც 12 ტომიდან მოსემ გამოიყვანა 12 ჯაშუში და გაუშვა აღთქმულ მიწაზე დასაზვერად, რომ შეესწავლათ მიწები, შეესწავლათ მათი სამხედრო შესაძლებლობები. ეს არის ოპერაცია, რომელსაც ამზადებს უკვე მის შემდგომ იესონავეს ესეთი დიდებული ისტორიული პერსონა არსებობდა, რომელსაც ასევე მიუძღვის ძალიან დიდი როლი აღთქმული მიწის გამოხსნაში, საუბარი მაქვს იერიქონზე, ეს ძალიან ცნობილი ბიბლიური შემთხვევა, როდესაც იესონავესზე გზავნის ორ ჯაშუს ქალაქ იერიქონში საიდუმლოდ, ეს გეხსოვებათ ეს ამბავი მეძავი რახაბი, რომელიც შიგნით ამ ორ ებრაელ იმას რა ქვია ჯაშუს შეიფარებს, რითიც ისინი სიკვდილს გადაურჩებიან, სამაგეროდ გამაქვს ძალიან დიდი ინფორმაცია იქიდან, რითიც იერიქონის საყვირის ფონზე შემდგომ ისრაელიანები ამარცხებენ საკუთარ მტრებს. გარდა ამისა, ჯაშუშური ქსელები ბიბლიაში არაერთხელ გვხვდება, ეს არის ჯერ კიდევ დავითის პერიოდში, ძალიან საინტერესო მომენტები, როგორ ზვერავდნენ მოწინააღმდეგის მიწებს, როგორ ყავდათ ეს ქსელები შიგნით ჩამოყალიბებული, რითიც ფაქტიურად მსაჯული გიდეონის ამბავის რო ავიღოთ, რომელიც არის ბიბლიური ებრაელი მსაჯული. ეს იყო ადამიანი, მეგობრებო, რომელმაც 300 კაცით დაამარცხა 150,000-იანი არმია მიდიანელთა. ეს არის ბიბლიური ამბავი. ეს არის ძალიან ცნობილი შემთხვევა, შეიძლება იმდენად ცნობილი არა, როგორც მაგალითად სხვა ოპერაციები, რაც ბიბლიაში ტარდება ამ მხრივ, მაგრამ ის რომ საყვირების ფონზე და ისეთი, რომელიც მიდიანელებს გადაასხეს და ძალიან საინტერესო ოპერაცია იყო ეს, იმიტომ რომ ღმერთმა უთხრა იმას, რა ქვია, მსაჯულ გიდეონს, რომ არჩიეს 300 კაცი და გიდეონმა როგორ იყო 300 კაცით როგორ უნდა დავამარცხოთ ჩვენ 150,000, ღმერთი იქნება შენი შემწე და შენ ყველაფერს გააკეთებ. ასე პასუხობს უფალი და რა ხდება ახლა მე ძალიან საინტერესოა, რომ ეს გიდეონის ისრაელიანები იცმევენ იგივე უნიფორმებს, როგორიც აცვიათ მიდიანელებს. შედიან შიგნით პანიკას ტეხავენ და საყვირების და გამანადგურებელი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ხდება ისეთი პანიკა, რომ ერთმანეთის დახოცვას იწყებენ მიდიანელები. ეს ძალიან საინტერესო შემთხვევა და ძალიან გავს სხვათა შორის თანამედროვე მოსადის სამსახურს, რომელიც მცირერისხოვანი, ესე ვთქვათ, დაჯგუფებებით
ატრიალებს ისეთი დონის სპეცოპერაციებს, რომ კითხვა ჩდება, რომ სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა შენ სამხედრო ან ინდუსტრიულ რაოდენობას აქ არ გააჩნია საერთოდ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მცირე რიცხვოვანმა სპეციალურმა ოპერაციის ძალებმა შენ დაგამარცხონ, რაც არ უნდა, ესე ვთქვათ, გრანდიოზული და დიდი რაოდენობის შეიარაღება ან ადამიანური რესურსი ქონდეს. მოკლედ, ჯერ კიდევ მოსადის, ესე ვთქვათ, ბიბლიური საწყისები ძალიან ძველი დროიდან იწყება და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რითიც ებრაელები აღემატებოდნენ მაშინდელ ხალხს ის იყო, რომ მათ ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთკომუნიკაცია. და იცოდნენ ერთმანეთის არანორმალურად მაგრა გატანა, რაც დღევანდელ დროშიც რო აიღო მსოფლიოშიც ასეა, ხო? მოსადის დაზორვის მთავარი ცენტრალური ფიგურა, ცენტრალური დასაყრდენი არის ის, რომ მოსაწყავს ძალიან დიდი ლოჯისტიკა და ადამიანური რესურსი მსოფლიოში ებრაელებზე მოგსაუბარი, რომლებიც მათ აწვდიან ინფორმაციას. პირდაპირ საიძედებს, სადაც შეგვიძლია გადახვიდე და რამე ინფორმაციას თუ ფლობ, პირდაპირ მიაწოდო. მაგის გარდა კიდე ისეთი ხელდები არსებობს, რომლის წარმოადგენა ეხა ჩვენთვის ესე ვთქვათ წარმოუდგენელია. მოკლედ, ოფიციალურად ისრაელის სადაზვერვო სამსახური მოსადი სათავეს იღებს 1959 წლიდან. და ძალიან მალე სახელი გაითქვა მსოფლიოში იმით, რომ მცირე დაჯგუფებები დატარებენ წარმოუდგენელი სახის ძალიან მაგარ ოპერატიულ, ესე ვთქვათ, სპეცოპერაციებს, როგორც კონტრტერორისტული, ასევე ებრაელების გადარჩენა და სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოყვანა. მათ შორის სახელი ამით გაითქვეს, ეს არის ძალიან საინტერესო ისტორიული ნარატივი და ასევე ისტორიული ფაქტი, მინდა გითხრათ, ამაზე ფილმიც არის გადაღებული, ადოლფ აიხმანის შეპყრობა არგენტინიდან და შემდგომ ისრაელში გასამართლება. ამაზე ფინალი ის არის, რომ ფილმია გადაღებული, ოპერაცია ფინალი ასე ეწოდება, ძალიან საინტერესოა. იქ თქვენ წარმოგიდგენიათ, როდესაც ბენ-გურიონს ახალი დაარსებული ქონა სახელმწიფო, ანუ თელ-ავივის ერთი პატარა ოფისიდან იმართებოდა მოსადი მაშინ. და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ისინი არგენტინაში პოულობენ 15 წელიწადში, ანუ 15 წელიწადის განმავლობაში ძებნილ ნაცის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელსაც ბრალი მიუძღოდა ებრაელების ხოცვაში და ეს არის, აი, ხო გეუბნებით, ერთ-ერთი უძლიერესი სპეცოპერაცია, რომელიც მათ ჩაატარეს. რადგანაც ოფიციალურად, როდესაც ისრაელის მთავრობა მიმართა არგენტინას და თხოვა, რომ გადმოეცათ მისთვის აიხმანი და მისთვის დოკუმენტები მზად იყო უკვე, ოფიციალური მტკიცებულებები, რომ ეს პერსონა ვინმე სხვა სახელით იყო მაშინ იქ, რა თქმა უნდა, სახელი შეცვლილი ჰქონდა, იყო ოფიციალურად ადოლფ აიხმანი, რომელიც მიუძღოდა ებრაელების ხოცვაში წელი და ბუნებრივია მაშინ ახლა დღესაც ეგრეა არგენტინას მთავრობას ექსტრადაციაზე ყოველთვის უარს ამბობდა და რა გააკეთეს ახლა? წარმოგიდგენიათ თქვენ რაღაც 7000 კილომეტრის მანძილზე საიდუმლოდ ჩადიან, დაატყვევებენ შიგნით ამ აიხმანს და ფარულად აი, ხო გეუბნებით, ოპერატიული ნიჭის უმაღლესი დონით ჩამოყავთ ისრაელში და საჯაროდ დასამართლებენ მას. შემდგომი და ძალიან საინტერესო სპეცოპერაცია ეს არის ოპერაცია NTB. ერთ-ერთი ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტელექტით შესრულებული და მსხვერპლის რაოდენობითაც ყველაზე ცოტა, იმიტომ რომ თქვენ თუ ავიღებთ სხვა სპეცოპერაციებს, აქ ისრაელმა ყველაზე ცოტა დაახლოებით ერთი ადამიანი დაკარგა და ეს არის ძალიან ცნობილი ამბავი, ეს ადამიანი სხვათა შორის იყო ბიბი ნეთანიაჰუს ძმა, იონათან ნეთანიაჰუ, რომელიც ამ ოპერაციას შეეწირა, ეს არის შემთხვევა მეგობრებო, რომლის დროსაც საფრანგეთიდან გაიტაცეს ტერორისტებმა ებრაელები ცავსე თვითმფრინავი, ჩაიყვანეს უგანდაში, ადგილობრივმა რეჟიმმა მხარი დაუჭირა ტერორისტებს და ყოველგვარი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად არ გადასცა, ესე ვთქვათ, მძევლები და რა ხდება ახლა? ისრაელმა შეადგინა ზუსტი მაკეტი აეროპორტის, ანუ აეროპორტის წარმოიდგინეთ, ანუ ახლა მოდი აი შედარების მიზნით, აი წარმოიდგინეთ რაიმე აეროპორტი, რომელიც არის თქვენ ტყუილად განწყობილ ქვეყანაში და ზუსტად ანალოგიური მაკეტი დადგა აქ. და ტესტავდა ყოველდღიურად, რამდენ ხანში იქნებოდა შესაძლებელი ამ აეროპორტიდან ძევლების განთავისუფლება ყველაზე ნაკლები მსხვერპლით. ოპერაცია ჩატარდა 58 წუთის განმავლობაში. 4000 კილომეტრი იყო მანძილი ისრაელსა და უგანდას შორის. მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი იყო მსხვერპლი. ან თქვენ წარმოგიდგენიათ, ქვეყანაში ჩადიხარ თვითმფრინავით, გამოყავს ძევლები და ისევ უკან აბრუნებ. ასევე ძალიან ცნობილი ამბავი არის მეგობრებო, ეს ოპერაცია თქვენ ყველას გეცოდინებათ, ფილმია გადაღებული ამაზე ასევე სტივენ სპილბერგის. მიუხენის ტერორისტული თავდასხმა 1972 წელს, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა 11 ებრაელი მოკლეს მიუხენში, ოლიმპიურ იმაზე რა ქვია, სოფელში, რის შედეგადაც ადგილობრივმა გერმანულმა პოლიციამ ვერ დაიჭირა ეჭვმიტანელები და რა ხდება მერე?
გელდა მეიერი, რომელიც იყო ისრაელის პრემიერი, დაავალა მოსადის სამსახურს, რომ შეერჩია ყველაზე კარგად მომზადებული აგენტები და გაიგზავნა ევროპის მასშტაბით. ფენომენალური ოპერაცია იყო, მეგობრებო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ პრაქტიკულად იმ ადამიანებს, რომლებაც ეს ტერორისტულ თავდასხმა ჩაატარეს, არც ერთი, კვალი საერთოდ არ დაუტოვებიათ, ძალიან ცოტა. და ეხლა ისრაელი რას აკეთებს? მოსადის თანამშრომლები ჩადიან ევროპაში, ზოგი ავსტრიაში, ზოგი პრაღაში, ზოგი პარიზში, აბსოლუტურად სხვა ფორმებით, სხვა პასპორტებით, სადაც შვეიცარიულ ბანკში ხდებათ ფული. ამ ფულით მე ისინი ქსელებს ანვითარებენ იქ, ვითომ არიან რაღაც რესტორნის მეპატრონეები, რაღაც სასტუმროებს ფლობენ. სხვადასხვანაირი ინფორმაციის საფუძველზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პალესტინელ ტერორისტებს აფეთქებენ. ერთ-ერთი ყველაზე ფილმშიცაა ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ერთ-ერთ ტერორისტს მობილურზე დაუყენეს ასაფეთქებელი, ძველი ტელეფონები იყო, ყურმილიანი, მაგით ააფეთქეს და მეორე იყო უფრო ძალიან საინტერესო, პირველად ვნახე ეგეთი რამე, სასტუმროს ნომერში დაუმონტაჟეს ამაზე რა ქვია, მატრასზე, საწოლის მატრასზე ასაფეთქებელი. ოღონდ რომელიც იყო გათვლილი კონკრეტულ წონაზე უნდა აფეთქებული იყო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე? აქ იყო ერთ-ერთი ინციდენტი, რომ ნორვეგიელი აბსოლუტურად სხვა ადამიანი მოკლეს შემთხვევით და საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია მაგან და რაღაც. მაგრამ თავისი ეფექტურობით მე რაც დავაკვირდე, რითიც მოსადი იყო გამორჩეული, რომ მათ ოპერატიული ნიჭის გარდა რაც ჰქონდათ, ის იყო, რომ მათ ჰქონდათ არანორმალურად დიდი ლობი მსოფლიოში. იმდენად გაქონდათ ერთმანეთი, რომ სულ ერთმანეთი მათ სიზულული ქონოდათ, სხვა ადამიანთან შენ მას ვერ გაიგებდი ვერასდროს, რომ მათ ერთმანეთი ზულდათ. იმიტომ რომ სხვა ადამიანი თუ დადგებოდი ის თავისინას დაიჭერდა ბოლომდე. რეალურად მოსადის მთავარი ეს ტექნოლოგია, მოდი ასე ვთქვით, რომ ისინი ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ, არის განმასხვავებელი მთავარი ფაქტორი, რომ მათ აქვთ წარმოუდგენლად დიდი ლობი და დიასპორა მსოფლიოში. რითიც მათ ეხმარებიან ებრაელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოკლედ ასეთი დიდებული ოპერაციები დაგომახსოვრო მოსადმა ჩვენ თავი, ჩვენ უკვე მოვედით უკვე იმ პერიოდამდე, როდესაც იწყება უკვე უფრო საინტერესო ოპერაცია ოპერა ერთ-ერთი ძალიან განთქმული და ძალიან საინტერესო შეგიძლიათ ნახოთ, გადახვიდეთ, ჩაწეროთ, ისაც მაღალი ინტელექტის საშუალებითა და სტრატეგიული მანევრებით არის გათვლილი. ასევე შემდგომ უკვე როდესაც აქტიურად დაიწყო, მაგალითად, კონტრტერორისტული და ერაყის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმები, ესაც ძალიან საინტერესო, როდესაც გაანადგურეს ებრაელებმა ერაყში, ფრანგებთან ერთად რეაქტორზე მუშაობდნენ, ასევე 2000 წელიდან ისინი აქტიურად ყურირებენ ირანის ბირთვულ პროგრამას, სასწაული რაღაცები გააკეთეს, მაგალითად, დაახლოებით 1 წლის წინ გინა პეიჯერების ოპერაცია, როდესაც ლიბანში მობილურები ფეთქდებოდა, ამაზე ვიდეოც მაქვს ჩაწერილი და მეორე ირანი რო იჩემდა, რომ მოსადის შენობა დაუმობე თელ-ავივშიო და მე მოსადმა თქვა, ისა რა ქვია, მე როგორ დამბომბე, მე თვითონ თეირანში ვარო რა და ესეთი ირონიული და ესეთი სარკასტული სცენის ახასიათებთ. საერთო ჯამში მოსადი არ არის მხოლოდ სადაზვერო სამსახური, საგარეო სადაზვერო სამსახური, მინდა გითხრათ, რომ ისრაელს ყავს ასევე შიდა კონტრდაზვერვა, შარბაკი, რომელიც არის ძალიან ძლიერი, ასევე რომელიც კონტრდაზვერვა ქვეყანაში ვინებით შედიან, იმათ ოპერირებს და მაწინააღმდეგ გატარებს ოპერაციას და ასევე არის ამანი, ესეთი სამხედრო სამხედრო სადაზვერო სამსახური არის, რომელიც უშუალოდ სწავლობს ქვეყნის სადაზვერო, ესე ვთქვათ, სამხედრო ინდუსტრიულ თუ სხვადასხვა სამხედრო შესაძლებლობების რაოდენობებს, რა ტექნოლოგიებს ფლობს, სადამდე ვინ გაიქცა, ძალიან საინტერესო მომენტებია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ატარებდნენ, მაგალითად, მაკეტებს იპარავდნენ, თვითმფრინავებს, მაგალითად, ფრანგები რო თვითმფრინავს ქმნიდნენ, ებრაელებს ის ერთ კვირაში ქონათ უკვე დამზადებული, ოღონდ რა წყაროდან ეს არ იციან, იმიტომ რომ ისინი იპარავდნენ სხვადასხვა იქიდან, ესეც ასევე მოსადის დამსახურება, რომ შეაღწიო ამაში, ხო, ესეთი მარტივი არ არის. იმიტომ რომ შენ უნდა იყო გაზრდილი ესეთი ნიჭი უნდა ქონდეს. ეს არ არის მარტო დამოკიდებული იმაზე, რომ შენ ამ ოპერატიული და ჯაშუშური მანევრების შესაძლებლობები გაგაჩნია. მეგობარო, აქ თუ შენ პატრიოტიზმი არ გაგაჩნია, რომელიც ახლა გამახსენა ძალიან საინტერესო მომენტი, ისტორიული შემთხვევა, ისა რა ქვია, Spy სერიალი ხო იცით? ჯაშუში. Netflix-ის ერთ სეზონიანი. ელი კოენზე რო არის. ჩემი აზრით NTB-ს მერე მოსადის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სპეცოპერაცია სირიაში, როდესაც ელი კოენი, რომელიც ცხოვრობდა ეგვიპტეში, რომელიც იყო ეთნიკურად ებრაელი, რა თქმა უნდა, მიდის მასთან მოსადი და ეუბნება, რომ შენ ქვეყანა სჭირდება დახმარება. ეხლა რა უნდა გააკეთო შენ? შენ მიდიხარ არგენტინაში, იქ უმეგობრდები იმას რა ქვია, სირიელ ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც ჩადის ქვეყანაში, იქ ოპოზიციურ განწყობებს ზრდი, მე შენი გავლენები იზრდება იქ, სინამდვილეში შენ იქნები იქ როგორც უბრალოდ მილიონერი, შენ ხარ სირიელი მილიონერი, რომელიც დონაციებს უკეთებ ქვეყანას და სხვადასხვა საზოგადოებრივ სამსახურში ეხმარები. ეხლა უყურეთ აქ თავარი მომენტი რა არის, რა უნდა ნიშა რა უნდა დავიჭიროთ ჩვენ.
ანუ არ თუ ჩადის ის არგენტინაში, ხო თავს მოაწონებს იმ ადამიანს, იმ სერიალ მილიონერს ეს ელი კოენი. არამედ სირიაში როდესაც ბრუნდება, იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხში და იმდენად უყვარდებათ ეს ისრაელის აგენტი, რომ ხალხს გონია, რომ ეს უნდა გახდეს მომავალი ქვეყნის პრეზიდენტი. ანუ სერიოზულად, ანუ ისრაელის აგენტი ყველაზე ახლოს იყო სირიაში რომ გამხდარიყო ქვეყნის მმართველი. ძალიან ახლოს იყო რომ არა საბედისწერო მომენტი, როდესაც საბჭოთა კავშირმა სირიის დაზვერვას გადასცა ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ამ კრიპტოიმებს, კრიპტოგრაფიულ რაღაცებს შიფრავდნენ და მაგაზე დაიჭირეს, გაფაქტეს და საჯაროდ სიკვდილით დასაჭერეს. ეს იყო ყველაზე დიდი სირცხული ისრაელის კონტრდაზვერვის, რომ მოსადის სამსახურის ერთ-ერთი აგენტი რამის ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. და აქ ძალიან კარგად ჩანს სხვათა შორის მინდა შევადარო, ზოგადად ებრაელებისა და არაბებს შორის ინტელექტუალური შესაძლებლობებში განსხვავება. თან ძალიან დიდი. ეხა ესეთ რამეს რო შენ საიდუმლო სამსახური გაჭმევს, რომ აგენტი რამის ხდება ქვეყნის მმართველი, უნდა ადგე იარაღი ჩამოკიდო და გადახტე მტკვარში, გადახტე მდინარეში თავი დაიხჭე, ხო? აბსურდია სრული. მოკლედ, ეხლა ჩვენ მივადექით ძალიან საინტერესო თემას. ხო, ჩვენ ვისაუბრეთ ამ ოპერაციებზე, მაგრამ მაინც არ გვითქვია რა განაპირობებს და ზოგადად რა ტექნოლოგიებს იყენებს მოსადის სპეციალური ოპერაციის ძალები და დაზვერვა ზოგადად ამ ინფორმაციის შეგროვებასა და მის ოპერირებას შემდგომ. იმიტომ რომ რაღაც ფილმებიდან ძალიან ბევრმა ვიცით, რომ აგენტები არიან, რა აგენტი 00-ში რაღაც ჩხუბობს იქ რაღაც სერმალში ესე არ არის. იმიტომ რომ რეალურად აგენტის სამსახური არის მთავარი, რომ მან მოიპოვოს ინფორმაცია, ჩაატაროს სწორი კონტროლი, დაზვერვა და ეს ინფორმაცია გადასცეს უკვე ცენტრს, ანუ საკუთარ სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოზე დაყრდნობით მიიღოს ახალი დავალებები და შემდგომ მოსაწყავს სპეციალური ოპერაციის ზარები, რომლებიც უკვე კონტრტერორისტულ თავდასხმებს ახდენენ. ანუ უშუალოდ ანუ აგენტი, ვინც ინფორმაციას აგროვებს, ახლა კრავმაგა ისრაელის ისენი, რა ქვია, ჯარისკაცის საბრძოლო ხელოვნება ყველა მიცის ბუნებრივია, მაგრამ აქ საუბარი რაზეა? აქ საუბარია ძალიან მნიშვნელოვანი სხვა თემაზე აბსოლუტურად, რომ კრავმაგას ეხა უშუალოდ კი მოსადის სამსახური მართლა იცის, მაგრამ ეხა ის რომ აგენტი 07-ვით შევიდეს და ყველა ცემოს ერთმა კაცმა 10 კაცი ცემოს ესე არ ხდება. იმიტომ რომ 10 კაცის ცემის საშუალება არ უნდა გახდეს საჭირო. ესა ძალიან მნიშვნელოვანი დაზვერვაში. ანუ შენ როდესაც გინდა რომ პირნათლად, ანუ უმაღლეს დონეზე გაართვა შენს ოპერაციას თავი, მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენ ყველაზე ნაკლები მსხვერპლით, ნაკლები ზიანით, ნაკლები ხარჯებით მოახდინო სწორად ოპერირებადი მისიის შესრულება შემტრულად განწყობილ ქვეყანაში. ამიტომ ისეთი ფაქტები ხა აგენტი 07 და ეგენი გაპიარებულია MiG-6-ის და რაღაც ბრიტანეთის სპეცსამსახურები, რომ აი ვიღაცებს რაღაც კარატე შაუტარებენ და 10 კაცს აკდებენ ძირს და რაღაც ესე არ არის. იმიტომ რეალურად დაზვერვა არის ურთულესი სამუშაო. ანუ შენ როდესაც აგენტი ხარ რომელიმე ქვეყნის, ანუ შენ ვერავინ ვერ უნდა გაგფაქტოს, რომ შენ მაგ ქვეყანას ემსახურები. აი მაგალითად საქართველოში ხშირად იციან ხოლმე ესეთი რამე, რომ ისა რა ქვია, თუ მაგალითად იმას რა ქვია, პრორუსი ხარ ამ ქვეყანაში, რა ვითომ რუსეთის აგენტი ხარ. ანუ FSB ჯერ ეგეთი დებილი არ არის, რომ აქ ისეთი აგენტები გაზარდოს, რომ პრორუსული ნარატივები გავრცელონ, ეგრე არ ხდება. ეხლა უბრალოდ, როდესაც რუსეთის აგენტი ხარ, შენ რუსეთზე კარგი არ უნდა თქვა. ანუ რუსეთის აგენტი რუსეთზე კარგს არ საუბრობს არასდროს. აი მაგალითად ამის კარგი მაგალითი მე მომყავს მიშა სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მე მჯერა რომ იყო ორმაგი აგენტი, რუსეთის, ერთ-ერთი ორმაგი აგოგოს დასავლეთის, ასევე რუსეთის. ერთი სოროსის ფონდი აფინანსებდა და მაგამდე სააკაშვილი იყო გადამზადებაზე რუსეთში, ეს ყველა მიცის უკვე ეს ფაქტი. ანუ სააკაშვილის თელი თავისი პოლიტიკური კარიერა უნდა ელანძღა რუსეთი, ყველგან, მაგრამ რუსეთის საქმე უნდა ეკეთებინა. რითი? ომის დროს ტერიტორიების გადაცემით, სტრატეგიული პუნქტების ჩაბარებით და ომის პროვოცირების გამოწვევაში. ანუ აგენტი არ ნიშნავს მეგობრებო იმას, რომ მაგალითად, როდესაც პრორუსი ხარ, შენ პრორუსულ განცხადებებს აკეთებ, არა. აგენტი საპირისპიროდ მოქმედებს, შენ HV არ უნდა გაგიჩნდეს ის, რომ ამ ქვეყნის აგენტია, ხვდები? პირიქით გალანძღინებენ თავს. აი რუსეთის აგენტი თუ ხარ, რუსეთს გალანძღინებენ პირიქით. უფრო მეც საბაბს აძლევენ, რომ რუსეთი საქართველოს შემოვიდეს. აი ქართული ოპოზიციონერები რას აკეთებენ? სულ რუსეთს ლანძღავენ, სულ რუსეთზე იციან ყველაფერი. აი ელენე ხოშტარია მაგალითად, რუბლონკა, ოფიციალურ მთელი ოჯახი რუბლებში იღებს დაფინანსებს. ეს ოფიციალური დოკუმენტია. მაგრამ რუსეთს ლანძღავს, იმიტომ რუსეთის საქმეს აკეთებს რეალურად. ანუ აგენტი, როდესაც ხარ, დებილი უნდა იყო უბრალოდ, რომ იმ ქვეყნის ნარატივი გაავრცელო, ესე ღიად და ჩემსავით, როგორც მე გამოვდივარ, ეხლა საუბრობ რაზეც მინდა. როგორც ამას ისაკეთებს. აქედან გამომდინარე უნდა დაფიქრდეთ კარგად, რომ და გამიჯნოთ ეს ყველაფერი. რომ როდესაც ხარ აგენტი, შენ უნდა იყოს შეუმჩნეველი, შენ უნდა იყოს სწრაფი, მანევრირებადი,
კონდეს ინფორმაციის და სოციალურ მედიაზე და სპეციალურ იმ ადამიანებთან ისეთი კავშირი, რომლებიც გაგიკეთებენ შენ რეალურად საქმეს. და სწორედაც მოსადი აკეთებს ამ ყველაფერს, რომ მაგალითად ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ოპერირება, თან ის იყენებს სხვადასხვა ახალ ტექნოლოგიებს რა, ის რაც სხვა დაზორებს არ აქვს, ანუ ხელნაკეთი ტექნოლოგიები აქვს. მაგალითად, რავი, ერთ-ერთი ერახში იყო ესეთი სპეცოპერაცია, მე მგონი ოპერა, სადაც იქიდან გაისროლეს, რა ქვია, მოტოციკლმა ესროლა იმას, რა ქვია, ერთ-ერთ ეჭვმიტ ანელს ეგრე დუბაიში 2010 წელს ჩაატარეს როგორც სპეცოპერაცია, პალესტინელი ჰამასის ისა, რა ქვია, ერთ-ერთი შეფი იმყოფებოდა დუბაის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სასტუმროში, ესე თქვა, ფეშენებლურ სასტუმროში, ეთქვა, დიდრულ სასტუმროში და ევროპიდან ჩადიან აგენტები, ებრაელებზე მაქვს საუბარი. რომელიც არის ზოგი ნორვეგიის მოქალაქეა, ზოგი შვედეთის, ზოგი საფრანგეთის და ჩადიან მიდიან სასტუმროში. უბრალოდ მოსადმა მანდ ვერ გათვალა ერთი რამე, რომ 2010 წელს რომ CCTV კამერები ესეთი ცნობილი იქნებოდა, უბრალოდ ესეთი უკვე ყველა სასტუმროში ხელმისაწვდომი, იმიტომ დუბაი 2010-ში მაგარი განვითარებული იყო, ხო, ეს ვერ გათვალა უბრალოდ, მაგრამ მაინც საერთაშორისო სკანდალი კი მოყვა, რომ სასტუმროს ნომერში შეყვნენ. მოკლეს, ისე გამოვიდნენ და ისე წავიდნენ ქვეყნიდან, ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. იდენტიფიცირებული ერთი კაცის არაა. სხვა ქვეყნის პასპორტები, სხვა ქვეყნის იმეები, შეიძლება არანაირი კვალი არ დატოვეს საერთოდ. დნმ-ის ამოშლა, ისე ჩატარება, რომ 10 მეტრამეს არ შეეხო. ანუ ეს მეგობრებო მოითხოვს როგორი სახის პულსაციას, იცით? რომ ესეთი სპეცოპერაციები ატარო. და ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს. ეხლა, აი მაგალითად მე ყოველთვის საუბრობ იმაზე, რომ საქართველოს რაზეც უნდა იმუშაოს, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რა. ეხლა ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა როგორც ისრაელი, იმიტომ რომ ისრაელის ეგერ ოკეანის გადაღმა ისეთი ფარველი ანგელოსი ყავს ემოდან ამერიკა, რომ ის ყოველწლიურად 700 მილიონს უდონატებს, მაგრამ ჩვენ ეგეთი არავინ არ ყავს. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს ვერ დაეყრდნობა, მაგრამ საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სტოვართა აპარატში. აი დავით აღმაშენებელზე ჩამოყალიბებული და მოსაძე არანაკლებ და ძალიან ძლიერ საგარეო დაზვერვის სამსახურში, რომელსაც სხვათა შორის სერიოზული ოპერაციები აქვს ჩატარებული მაშინ, ახლო აღმოსავლეთში, მცირე აზიაში, საქართველოს სამეზობლოში ძალიან სერიოზულ რაღაცებს აკეთებდა. მაშინ საქართველოს ძლიერი იყო და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ დაზვერვაში არის ჩასადები ძალიან დიდი ფული. ანუ ეხა ესე აგენტი, აი მაგალითად ისრაელს, რომელსაც ოპერაცია მიუნხენში ჩატარდა 72 წელს, დაუჯდა მაშინდელი გათვლებით 100 მილიონი. ეგ ოპერაცია და 100 მილიონი არის ძალიან დიდი ფული ხალხო, ძალიან. 11 პალესტინელი ტერორისტი რომ მოიკლოთ. აქედან გამომდინარე, მე ჩემი აზრი ესეთი და ალბათ თქვენს დამეთანხმები, რომ საქართველოს უნდა მთელი კოზირი გააკეთოს მის დაზორვა კონდაზორვაზე, ანუ სუსზე მაქვს საუბარი, რომ აი ხა დინარძემში ისეთი რაღაც ინიციატივა გამოთქვა, რომ აკადემია უნდა გავხსნათო, პირდაპირ რომ აგენტები გაიზარდნონ. ეს გირჩმა გააფუჭა ეს ტერმინი. რომ აი სუსის თანამშრომელი, ის რა ქვია, სუსთან საქმე, მე აი სუს როდესმე რამე დაჭირდა შემგან, ყოველთვის ვითანამშრომლობ მასთან. რატო? ეს არის საქართველოს სახელმწიფოს თანამშრომლობა და ეს არც ერთ ქართველს არ უნდა უტყდებოდეს თავიდან ბოლომდე. და ეს გირჩული და გამოგირჩებული და გამოლიბერასტებული აზროვნება და ეს თაობა დებილების ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ არ ხო არიან საქართველოს რომლების უტყდება თვითონ რომ აი სუსთან როგორ უნდა ითანამშრომლო. სუსი არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანუ შენ რო ტყვილად ღამე გძინავს, შენ რო გარეთ გადიხარ და ტერორისტი არ გაფეთქებს, შენ რო მაგალითად ნარკოპარი არ გივარდება სახში და ეგეთი რაღაცები არ ხდება, არის სუსის დამსახურება. აქედან გამომდინარე, როგორც ებრაელები და მოსადს აქვთ ერთმანეთთან თანამშრომლობა, ხო? რომ ინფორმაციას გადასცემს ვიღაცა იქ ებრაელი მილიონერი ევროპაში, ვინც მოსადს ეხმარება ამ ყველაფერში. თორე ისეც მოსადი ჩაულებრივი ადამიანია, რამე გასხოვებული ის კი არა, გონებრივია რამე შესაძლებლობები, ჩაულებრივია, მაგრამ მას ყავს მეტი ინფორმატორი. და ასევე ქართველებს, რომელსაც გვაქვს ძალიან დიდი დიასპორა მსოფლიოში, ეს კოზირი უნდა გამოვიყენოთ და მე ჩემი ხმარწმენით, ალბათ კიდევ ერთხელ ვამბობ თქვენს დამეთანხმებით, ყველაზე დიდი ფული უნდა ჩაიდოს საქართველოს დაზვერვის სამსახურის გაძლიერებაში. სწორედაც არ მოგესმა თუ ჩვენ ხალხებს, ჩვენ აგენტებს მოვიყვანთ რუსეთში, თუ ჩვენ აგენტებს მოვიყვანთ თურქეთში, თუ ჩვენ აგენტებს გავხდით წარმატებულ ადამიანებს აზერბაიჯანში, სომხეთში, ეს ჩვენთვის იქნება კარგი, იმიტომ რომ ისინი ჩვენ საქმეს გააკეთებენ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მოსადის მთავარი ძალა რა არის. მოსადი ეს უნდა იცოდეთ ძალიან კარგად, რომ როგორ მოვახდინო მცირე რიცხოვანი ადამიანთა რაოდენობითა და მცირე შესაძლებლობებით სოფლიოში ყველაზე ძლიერი სპეცოპერაციების წარმატებით დასრულება. რამე განსაკუთრებულ სხვას კი არ აკეთებს, რაღაცა ის კი აგენტი ნონოლშვილები კი არ ყავს იქ და კარატეს ატკაც უტარებენ, არა. მცირე რიცხოვანი
მცირე შესაძლებლობების მქონე, კი აქვს ძალიან დიდი დაფინანსებები, მაგრამ მცირე ადამიანები ხომ მონაწილეობენ, იმიტომ რომ მოსაც არეალში ყავს, მის მოქმედების არეალი მაინც შეზღუდული, რომ ახლო აღმოსავლეთია ძირითადად, იმის იქითაც არიან, ეხლა ბუნებრივია, თუ დიდი ლობი აქვს ებრაელებს, მაგრამ რა არის აქ თავარი კოზირი, რითიც ისინი ძლიერები არიან. პირველი ოპერირება, მეორე ნიჭი, რომ შენ შეუმჩნეველი იყო, მესამე პატრიოტიზმი, რაც არის უმნიშვნელოვანესი, შენ თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს შემოწმაო. მე როგორ დაიწყება ხოლმე ლაპარაკი, იცი? მე წარმატებული შვილი მყავს ევროპაში სწავლობს. ჩემთვის უინტერესოა ეგ. ჩემთვის წარმატების დეფინიცია არის, შენი შვილი როდესაც ნიჭიერია და რა სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის. შენი შვილი თუ უბრალოდ ნიჭიერია იმის გამო, რომ კარგ ფულს შეავლობს, ოკეი, სუბიექტურად კარგია. წარმატებას უსურვებ, მაგრამ ჩემთვის ეგ არაა წარმატების დეფინიცია. ჩემთვის წარმატების დეფინიცია არის, როდესაც შენი შვილი არამედ ნიჭიერია, არა როგორც სუბიექტურად, არამედ ობიექტურად, რომელიც ეხმარება შენ ქვეყანას. ამიტომ ყველა ქართველი იმიგრანტი მსოფლიოში, ყველა ადამიანი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის ქართველი, ვალდებულია ყოველთვის დაეხმაროს საქართველოს სადაზვერვო სამსახურს. რადგანაც ჩვენ ვართ ებრაელები მცირე რისხოვანიერი, რომლებსაც არ გვაქვს მაგალითად ხა ებრაელებს კი აქვთ მაღალი ტექნოლოგიები კიდევ ერთხელ მე ამერიკა აქვთ იგეთ ოკეანის გადაღება, ჩაოლებრივი, რავი, რაღაც ქსელი აქვთ ეგეთი ამერიკა გახსნილი, რომელიც ეხმარება 700 მილიონი, 600 მილიონი, რამე ახალი ტექნოლოგია ხო არ გინდა, რამე ხო არ გესიამოვნება, ჩვენ ეგ არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ გვაქვს კოზირი სამაგიეროდ, რომ ბევრნი ვართ სოფლიოში. ამიტომ ჩვენ თუ ამას გამოვიყენებთ, ჩვენც არანაკლებად ძლიერები ვიქნებით. ახლა სუსის ისენის რო ავიღოთ, ბოლო დროს ჩატარებული ტერორისტულები, ხო? ძალიან მაგრა გაართვეს ამ ბიჭებმა თავი ძალიან ბევრ სპეცოპერაციას. მართლა ძალიან. ბარიგებთან ბრძოლაში, სხვა ქვეყნის ტერორისტების დაკავება საქართველოში, ისლამისტებს გულისხმობ. და სხვადასხვა ისეთი ადამიანების აყვანაში, რომელიც მოითხოვს აი ამ კონტრდაზვერვის მაღალ სკილებს, ეს უნარები თუ არ გაქვს, მეგობარო, ესე ვერ ხედავ, აგერ CIA რამხელა შეცდომებს უშვებს. კიდე ჩალეკერისკის სკოლელობაში რაღაც სისულელები გაეპარათ, იქ ისეთი დასკვნები დადო FBI-მ, რა სასაცილოდ არ მყოფნის, ხო? ჯერ FBI-ის დირექტორი ვინ არის? სახეზე შეხედეთ უბრალოდ, აი მაგას როგორ იფიქრო, რომ ეგ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ტიპი ესურის რაღაც ერთი, რავი, 50 იარდიდან თუ რაღაც იქიდან და ორი დღე ეძებდნენ ძლივს იპოვეს, როგორ გაექცა სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოძიების ფედერალურ ბიუროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის მკვლელი ტერიტორიიდან შემომდი არ დადის. თუ ინსაიდ ჯობი არ არის ეს რა. ეხა ბევრი რაღაც მიეწერება მოსადს მაგის გარდა, ძალიან ბევრი თეორია, ამაზე არაერთი მაქვს საუბარი, რომ მოსადმა გააგორა ვითომ კენედი, რომელიც მონაწილეობდა ისრაელის ბირთვული პროგრამის გაჩერებაში, ასევე მოსადს მიეწერება ასევე 11 სექტემბრის მოწყობა, რომლითაც ამერიკამ გახსნა ახლო აღმოსავლეთში პორტალი და ეს სხვადასხვა დიდი დრამები, რომელიც ჯერჯერობით ინსაიდ ჯობებად მაინც ითვლება, ზოგადად დაკავშირებული არიან ამაში, იმიტომ რომ ესენი ამით იხეირა შემდგომში ისევ და ისევ ისრაელიანება. მეგობრებო, აი ეს არის მე რაზე გავამახვილე ხა ყურადღება და რატომ მოვიყვანე ზოგადად ისა რა ქვია ისრაელის სადაზვერვო სამსახურის ისტორია, მისი საიდუმლოებები, ესე ვთქვათ, მისი ტექნოლოგიები, რასაც ისინი იყენებენ და მთავარი ფოკუსი რაც არის მაინც პატრიოტიზმი, იმიტომ რომ შენ თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენი ქვეყანა არ გიყვარს, შენ ბევრ რისკზე ვერ წახვალ, იმიტომ რომ როგორც აგენტი შენ ვერ შეასრულებ ბევრ დავალებას, თუ არ წახვედი ძალიან დიდ რისკზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს შენ სიცოცხლესთან. და ამას ებრაელები აკეთებდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჯერ კიდევ ბიბლიიდან. შეგიძლიათ ბიბლიას გადახედოთ და აი როგორც უბრალოდ სადაზვერვო. სხვადასხვა მე ვკითხულობ, ესეთი წიგნი არა, ეხა არ მახსოვს ავტორი, მაგრამ Instagram-ზე დამამატეთ, მან მომწერეთ და გამოგიგზავნით მაგას, ძალიან სერიოზული წიგნი არის ეს არის Israel's most effective high intelligence secret service, ერთ-ერთი ებრაული მწერალის დაწერილია და ეს ისტორიული მაგალითები ყავს მოყვანილი, აი რა ძალა გააჩნია საერთოდ მაგად როგორ ოპერირებენ, როგორ მოქმედებენ, რა ლობის როგორ იყენებენ ამ ყველაფერში, რა უნარებს იყენებენ, როგორ ხდება ამის დაფინანსება, ამ ოპერაციების დაგეგმარება, განხორციელება, როგორ არჩევენ ადამიანებს. ძალიან საინტერესო წიგნია, მაგას ვკითხულობ და ზოგადად დიდიაც მაქვს დავემება და რომ მეთქი ჩემ გამომწერებსაც ეს სიამოვნებათ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ერთი ვიდეო მიუძღვნა ჩვენ სამსახურს მსტობართა აპარატს, ზოგადად ამის ისტორია მინდა განვიხილო და მან მინდა უფრო მეტი ულტიმატუმი დავსვა საქართველოს სახელმწიფოსთან, რომ თუ რამე მისახედი გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, ეს არის დაზვერვა. როდესაც შენ არ გაქვს სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსები, შენ არ გაქვს ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანები, შენ ვერ ფლობ next generation სამხედრო ტექნოლოგიებს, შენ იძულებული ხარ დაზვერვის სამსახურზე იმოქმედო. აი სწორედ ისრაელიდან მოყვანილი, ისრაელის ისტორიიდან მოყვანილი მაგალითები, მსაჯული გედეონის ოპერაციები, იესონავიზის იერიქონის ალყადაის კედლების ნგრევა და ეგენი დაკავშირებულია რასთან მცირე რიცხოვანი ძალების მიერ უმაღლეს დონეზე ჩატარებული ოპერატიული სამსახურები, რითიც ებრაელები საუკუნის განმავლობაში არიან ცნობილნი და ესე აქვს ეს ჯაშუშური
სისტემა მსოფლიოში ჩამოყალიბებული. სწორედ ამიტომ მინდა რომ საქართველოშიც ეს განვითარდეს. რადგანაც ებრაელები ვით, ჩვენ მცირე რისხოვანიერი ვართ, როგორც ებრაელებს ყავს ბევრი მტერი, ასევე ჩვენ ყავს. აქედან გამომდინარე ბევრი რამე ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისწავლოთ ზუსტად მაგ ხალხისგან და ეს მოვარგოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება ეს არის უმნიშვნელოვანესი რამე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის სამსახურს. იმიტომ რომ ჩვენ დღეს რო უფრო ძლიერი სადაზვერვო სამსახური ქონდეს, აფხაზეთი და სამაჩაბლვარი მოსადისთვის აი სასაცილო უბრალოდ აი ერთ კვირაში დაგიგებდნენ ოპერაციას და დაახლოებით 48 საათში სოხუმში ქართული დროშა აფრიალდებოდა ყველაზე ნაკლები დანაკარგით. ამის შესაძლებლობა მაგათ შეუძლია ჩვენს შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ხალხო, ჩვენს რომ დაზვერვა ამუშაოთ აფხაზეთში, დაზვერვა ამუშაოთ სამაჩაბლოში, კონფლიქტურ რეგიონებში. აბა ესე დავჭიდეთ ერთმანეთი ვაკრიტიკო და ერთმანეთი ხოცოთ ევროკავშირის და რუსეთის დროშების იმის გამო, ეს არის აბსურდი ხალხო. გამოფხიზდით ცოტა რაღაცა ქვეყანას უშველოთ, დავიღალი დროშები, ორ დროშავანა როდემდე უნდა ვითამაშოთ. მაგრამ ეს არის ხო გეუბნებით, ეს არის თვითონ დასავლური ნარატივი, ეს მტრების მიერ შემოგდებული თემა, რომ ქართული ხალხი გახლიჩონ. და ამას ემსახურება უცხო ქვეყნის აგენტურა საქართველოში, რომელიც სამწუხაროდ გჯობნის ამ წუთას, გჯობნის რითი რომ პოლარიზაცია აქვს უბრალოდ და ამ პოლარიზაციით ისევ მტრების სარგებლობენ. მაგრამ რეალური პრობლემები რაც არავის არ აინტერესებს. მე მაქვს ამაზე არაერთი იმისა რა ქვია წერილების დაწერილი სადისერტაციო ნაშრომები დაზვერვა საქართველოს როგორ გავაძლიეროთ ჩვენ უსაფრთხოება. ეს ამთავარი. რაღაც ხალხს ყოველთვის უნდა შესთავაზო. მე ამ იდეას ყოველთვის თავაზობ, რომ ეს თუ არა ესე გავაკეთოთ ეს ყველაფერი. და მაგიდან გამომდინარე, მაგიტომ სწავლობ Mossad, CIA-ის იმათ, რომ ჩვენ ეს ნიჭი რაც იმათ აქვთ, რომ ჩვენ მოდი გადმოვიტანოთ და ჩვენ ნიჭიერებას მიუძღვნათ ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება გავაძლიეროთ უფრო. რავი, თქვენ თუ მართლა პატრიოტები ხართ, მომდა თქვენი ქვეყანა გიყვართ. აი ჩემი გულიდან ეს წამოსული სიტყვები მართლა უნდა გაიასროთ, რომ ჩვენ არ ვართ არც ამერიკა, არც რუსეთი, ჩვენ ომს ვერავის ვერ მოუგებთ. ისრაელიც რო დააყენო ეხა, რავი, ირანთან ამერიკა რო არ დახმარებოდა, ისრაელი ვერაფერს ვერ იზავდა, პირდაპირ გაუნებით. ჰიპერბგერითი რაკეტები მოიძახავთ, ახლა თელ-ავივში როგორ ეცემა, მაგრამ რითი აჯობა ისრაელმა, აბა ირანს ეგ თქვით. ის რომ Mossad იყავს ისრაელს და ირანს ეგეთი არ ყავს. ის სასაცილო ამბავი რა მოყვეს ის დრემდე მეცინება იმის რომ ფეიქ კადრები გამოაქვეყნა ირანმა რომ ჩვენ დამოვებათო თელ-ავივშიო Mossaდის თავარი ოფისიო და მე Mossadმა იქზე დაწერა ესეთი რამე რომ ჩვენ როგორ დაგვომბე ჩვენ თვითონ თეირანში ვართო რა და ნუ ესეთი მიმებსაც აკეთებენ ძირითადად ხოლმე ებრაელის სპეცსამსახურები და სასაცილო და რაზე ვამახვილებ ხა მე ყურადღებას რომ ჩვენ თუ ამას არ მივხედეთ რეალურად ჩვენ თუ ჩვენი სადაზვერვო სამსახური არ გავაძლიერეთ ანუ ჩვენ ვიქნებით ყოველთვის აი რაღაც ორღობე გაიგეთ ან მაშინ პრეტენზია არ უნდა ქონდეს აფხაზეთი დავიბრუნოთ, სამაჩაბლო დავიბრუნოთ, ტაო-კლარჯეთი, ლორე, ის რა ქვია, ჰერეთი, ან მაშინ დავივიწყოთ. მე არ მინდა დავიწყებო. მე მინდა დიადი საქართველო ვნახო. და დიადი საქართველო ვერ მოხდება, როცა შტერი თაობა მოდის. ევროპაში გვინდა ევროპა არის ჩვენი მომავალი, ევროპა ვარ. ისრაელი საერთოდ არ არის ევროპა. მამაზე სხვათა შორის უნდა გამახსენეთ რა ეს თემა, მე მინდა შევადარო ისრაელის GDP, ხელფასები და ცხოვრება ევროკავშირის ქვეყნებს. აი სასაცილოდ არ გეყოფათ ისრაელი როგორ ჯობნის ევროპულ ქვეყნებს. როგორც სამხედრო ინდუსტრიულ ნაწილში, როგორც ხელფასებში, როგორც ცხოვრებაში, როგორც მედიცინაში, ყველა სფეროში ჯობნიან. არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ისრაელი, არც ნატოს. ნუ ხა მესმის ხო ებრაელები მართავენ სამყაროს ბოტიში, ჩვენ ვერ მართავთ, მაგრამ ნიჭი ხო გინა ის გამოიყენოტო? შეიძლება მართავ რაღაცას, მაგრამ შენი ქვეყანა უნდა მოაწყო ეგრე და მაგათმა შეძლე 60 წელიწადში. და რაც კარგია, ეგ უნდა ვისწავლოთ ჩვენ. აქედან გამომდინარე, რავი, ალბათ მოგეწონათ ჩემი პათოსი. მინდოდა ძალიან ამ თემას შევხებოდი, რამე ხანდახან, როდესაც მე ხო აქტუალურ თემებზე ვსაუბრობ ძირითადად, ხო? თქვენც ეგ მაგით გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი ნახვები, რომ აქტუალურ თემებს ძალიან კარგად განვიხილავ მე და ზოგადად, როდესაც აქტუალურ თემები არ ხდება, მე სხვადასხვა საინტერესო თემებს ვუხვევ ხოლმე და საინტერესო თემებს განვიხილავ ხოლმე რა. ეხა ვცდილობ რომ უფრო ხშირად დავდო ხოლმე ვიდეოები, ადრე ყოველ მესამე დღეს ვდებდი და ეხა აი შემილია რომ ყოველ მეორე დღესაც დავდო უკვე ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნებს საუბარი, ულევი თემა მაქვს ყოველთვის, პოლიტიკაშიც ბევრი რამე ხდება ყოველდღიურად, სოციოლოგიაში ძალიან ბევრი რამე ხდება ყოველდღიურად, იმაში რა ქვია, ტრენდული თემები არ გვაკლია, ზოგი ფსიქოლოგიაზე, ზოგი ურთიერთობებზე, ზოგი სიყვარულზე, ზოგი სიძულვილზე, ზოგი ადამიანის ბუნებაზე, ყველა თემა ჩვენ განვიხილავთ, რაც ეხება ადამიანს. რაც ეხება ადამიანთან დაკავშირებულ ყველა პრობლემასა თუ გამოწვევას. ასე რომ თქვენი თემების დაწერეთ ხოლმე, კლასგარეშეთ რამე თუ ის იქნება, მე ყოველთვის შევეცდები რომ გავითვალისწინო თქვენი ინტერესები. მოკლედ ეს იყო მეგობრებო თემა ისრაელის დაზვერვაზე, ალბათ მოგეწონათ ეს ყველაფერი, ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თუ ამ წიგნის ლინკი გაინტერესებთ, მე Instagram-ის სტორიზეს დავდებ, მე განახებთ. და გამოყევით Instagram-ზე და მოფოლოვეთ, რომ ყოველდღიურად საინტერესო წერილებს ვაქვეყნებ ხოლმე.
დროებით.